რაც მოპირებთ მენავთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს კაცი ყველა სამარცხებსა ნელ-ნელა ორგანიზაციის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი გახდა. როდესაც ცილიო რადგან გახსოვს რამდენიმე ხნის წინ, ის უბრალოდ ყურადღების მიღმას რჩებოდა. დიახ, ძალიან ბევრს შრომობდა, ბრძოლებს იგებდა, მაგრამ დიდად არ აფასებდნენ. თქმა უნდა, ის მსოფლიოს ჩემპიონია, ქამას იცავს. ყველა სამარცხებს და ვხედავ, რომ მას ვინმე მოერევა. მაგრამ ის ნამდვილად ახლა იცავს გაბრწყინებას. ნახეთ გასულ კვირას პრეს კონფერენციაზე, როდესაც კოდის უთხრა, რომ შენ კვერცხებს მხოლოდ ფანებს აჩვენებ. მე კი დიდი ნამდვილი ქართული კვერცხები მაქვს. ამ ბიჭს ნამდვილად დიდი კვერცხები აქვს. მას შეუძლია ჭიდაობა, სტრაიკინგი, სენთაგენი თითქმის დაანოკაუტა მეორე რაუნდში. ნებისთვის მისაღების სტილი აქვს. როდესაც მე სტილს უყურებ, ის ჭიდაობას, რომელიც დომინანტურია, ის ამას ფანებისთვის მოსაწონად აკეთებს და მას არასოდეს უსტვენენ, რადგან როდესაც მეტოქეს აქცევს, მას ის არ აჩერებს და ასრულებს კონტროლს. ყოველთვის ფინიშს ეძებს. ახლა ის ბრძოლიდან ბრძოლამდე უკეთესი ხდება. ეს ბიჭი მხიარული და ცოტათი გიჟიცაა. სწორედ ეს მოსწონს ყველას მასში. იქნება ეს ყინულში ცურვა, რომელიც ნამდვილი სიგიჟეა. თუ შონომალის კოცნა, ასევე ჩხუბი უმალის კუთხესთან. ის ძალიან მხიარულია. ნახეთ, როგორ აღნიშნა გამარჯვება ღამის კლუბში, მთელ სცენაზე ცეკვავდა. ის მხიარული და საოცარია. როგორც დიდ ბრიტანეთში ვამბობთ, მას იუმორის გრძნობა აქვს. ასევე გადამდები ღიმილი აქვს. როდესაც ბრძოლას იწყებს, მთელი გულით, მთელი ძალით იბრძვის ბოლომდე და თავისუფლად ლაპარაკისას არ ეშინია. თუ მის რეკორდს შევხედავთ და ტოპ-10-ს შევადარებთ, მას ყველა ნაცემი ჰყავს. და ახლა მეორე წრეზე მიდის. მან დაამასა სენჰეგენი, ომალი ორჯერ, უმა ნულმაგომედოვი. ჰენრი სეხუდო ყველაზე დიდი ათლეტი კომბატ სპორტში. პიოტრ იანი, ყოფილი ჩემპიონი, ასევე ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო სუპერ მსუბუქ-წონაში, ჟოზე ალდო. მანამდე ასევე მარლენ მორაეში, კოდი სტივენსონი, ჯონ დოდსონი, სტაუ ლოპესი, კესი კენი, ბრედ კანტონა. ბოლოს 2018 წელს დამარცხდა და მას შემდეგ 7 წელი ასწაუგია. ის მიყოლებით ამასებს ჩემპიონებს და ფაქტია, სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. სხვებიც არიან აქ, მაგრამ აქ ორი არჩევანია: დომინიკ კრუზი ან მერაბ დვალიშვილი და მარტივად. რა თქმა უნდა, ეს მერაბია საუკეთესო, მაგრამ მერაბი მხოლოდ მებრძოლი არ არის. ის ვარსკვლავია, ის სენსაციაა. ახუშტის გადახდილი რიცხვები მნიშვნელოვნად იზრდება. გასაოცარი, როდესაც მერაბია ჩართული საქმეში. იქნება ეს ჩხუბის, პიროვნების, ღიმილის, შონომალის კოცნის თუ ადამიანების დამარცხების გამო. ხოთა შორის შონომალისთან ეს ორი ჩხუბი ნამდვილად დაეხმარა მას ამაში. ომალი დიდი ვარსკვლავია და მანო ის ორჯერ დაამარცხა. მეორედ საერთოდ დააფინიშა კიდევაც. როდესაც სუპერ წონის რეიტინგს უყურებ, ვის შეიძლება რომ ეჩხუბა შემდეგში? ომალი, ნურმაგომედოვი, პიოტრ იანი, სენჰეგენი, სონგი დონგი, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ის იყოს. გერეტო, მარლონ ვერა, ისინი ძალიან უკან არიან. ერთადერთი ვისთანაც ბრძოლა უნდა პიოტრ იანია, მას 3 გამარჯვებების სერია აქვს და მანამდე ის უკვე სცემა. იანი კი ამბობს, რომ იმ ბრძოლაში გაძარცვეს. პიოტრ იანს ბოლო რამდენიმე ბრძოლას კომენტარს უკეთებდი და ყოველ ჯერზე როცა მას შეხვედრებზე ვესაუბრები, გაფრთხილებულია და მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამიტომ პატივს სცემ მერაბის გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა: მოდი ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ იან. რა თქმა უნდა, მერაბს დეკემბერში ბრძოლა უნდა, რაც მისთვის მეოთხე საგიტულო დაცვა იქნება ეს წლის განმავლობაში. წესაქამდე არავის გაუკეთებია. ასევე მან შეასრულა ყველაზე მეტი ტეიქდაუნი UFC-ს ისტორიაში 117. ასევე 10-ზე მეტი ტეიქდაუნი შეასრულა 5 სხვადასხვა ბრძოლაში, რაც UFC-ს ისტორიაში რეკორდია და თუ მეოთხედაც დაიცავს ქამას ერთი წლის განმავლობაში, ეს ნამდვილი სიგიჟე იქნება. რადგან ამ დონეზე მომზადებისთვის საჭირო შრომის რაოდენობით ამდენი ბრძოლის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია.
მაგრამ მერაბი როგორც ჩანს ნორმალური ადამიანი არ არის და რაც კიდევ 20 წელი სულს ბრძოლა. ეს სიგიჟია, რა თქმა უნდა 20 წელი ვერ იჩხუბებს, მაგრამ ფაქტია რომ ამის სურვილი აქვს, მე ეს მომწონს და ამას აღნიშნა, რომ მას უყვარს მებრძოლები და განსაკუთრებით ჩემპიონები, ვისაც ბრძოლა მუდმივად უნდათ. რადგან ჩემპიონები ბევრს ჩხუბობენ. თუ გარისგან შეიძლება ჩემპიონობა დაკარგონ. როცა ჩემპიონი ხარ ყოველი ფულისთვის გიხდიან. სარეკლამო გარიგებები გაქვს და თუ შოულობ და თუ წააგებ და თამას დათმობ, ამ ყველაფერსაც დაკარგავ. მერაბი მზადდა ეს ყველაფერი გარისხოს ამდენიმე თვეში, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ეს. და ახლა ვინ შეიძლება იყოს ეს? რა თქმა უნდა ბრძოლა პიოტრიან და მომეწონებოდა. მაგრამ ვინ იქნება შემდეგი? თუ დეკემბერში იჩხუბებენ, ვინ იქნება შემდეგ წელს? რადგან აღარავინ დასჭა. მაგრამ არის ერთი ვიღაც, თუ ყველას უნდა რომ წონა შეიცვალოს. თუ მახაჩიევს უნდა რომ პერეირასთან იჩხუბოს, თუ პერეირა მზადაა ჯონსთან ან ასპინერთან საჩხუბად. კონორ მაგრეგორს შეუძლია იჩხუბოს ქამლის დაცვის გარეშე. მახაჩიევს ზედა წონაში ასვლა უნდა, ასევე ილია თოფურიასაც. მაშინ რატომ მას შეუძლია მერაბ დვალიშვილსაც იგივეს გაკეთება? როდესაც ტოპ-10-დან ყველა დაამარცხა და ახალ წრეზე მიდის, მითხარი, რატომ არ გინდა ნახო ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მერაბ დვალიშვილის შორის? ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ძალიან მინდა ამ ბრძოლის ნახვა და სანამ იტყვი რომ ეს სიგიჟეა, გეტყვი რომ არა. მერაბ დვალიშვილი 5.6 ფუნტია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ზუსტად იგივე სიმაღლისა. ვოლკანოვსკის ერთადერთი უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ის ცოტათი დიდია. ამიტომაც იბრძვის ზედა წონაში. Volkanovski has, of course, he's a little bit thicker, he's a little bit bigger, that's why he fights at 145, and he has a 3.5. ასევე 3.5 ინჩია განსხვავება წვდომში. ეს თითოეული მკლავისთვის 1.75 ინჩია. ეს ას თუ ისე დიდი უპირატესობა, არაფერი განსაკუთრებული, ნორმალური სხვაობა და მითხარი, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ბრძოლის ნახვა? ვოლკანოვსკის სჭირდება ახალი კონტენდერები, რადგან უკვე ყველა დაამარცხა. რა თქმა უნდა, აქ არიან მოსარეულოები, მორფი, ასევე დიეგო ლოპეს უნდა მასთან ისევ შეხვედრა, რომელიც ვოლკანოვსკიმ უკანასკნელ ბრძოლაში დაამარცხა. ეს დივიზიონი საკმაოდ გადატვირთულია, მაგრამ ვოლკანოვსკიმ ყველა დაამარცხა. თუ რეიტინგის უფრო ქვემოთ ჩავიხედავ, რა თქმა უნდა, აქ არის არონ ალენი, რომელიც იმსახურებს სატიტულო ბრძოლას. But Volkanovski's been through them all. And when you go further down, there is people like Arnold Allen that I think deserves a shot. He gets overlooked in this division, simple as that. But he's got to come back and he's got to get a win. Jean Silva just got beat. Yusuf Zalal got a good win at the weekend over Josh Emmett, but he's still number 9. If you want to do a big fight, თუ დიდი ბრძოლის ნახვა გწურთ, გეუბნებით, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ 2026 წელს. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში. არის დვალიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ორგანიზაციაში? მოგწონთ მისი სტილი? გთხოვდა კომენტარით. ის დღე უმჯობესდება. როგორ ფიქრობთ, ნახავთ მის ნოკაუტებს? ის კარგი ადამიანია, ყავთ თავმდაბალია, სული ძალით იბრძვის, კარდიო მანქანა, ცოტათი გიჟიცაა, ძალიან მხიარული. ცეკვავს მთელი ენერგიით და ნებისმიერ მებრძოლს დაუპირისპირდება ნებისმიერ გვირას. He will fight anybody and everybody every couple of weeks. What is there to not like about this guy? Let me know what you think about that in the comment section. Please subscribe, ring the bell, and I'll see you in Brazil, because that's where I'm going in about 20 minutes.